3-4 კომპანია თუ დარჩა, ვინც უშუალოდ რუსებზე მუშაობს და კონკრეტული რამოდენიმე გიდი, რომელიც თანამშრომლობს ამ ტურკომპანიებთან, ისინი მუშაობენ. მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა თუ თქვათ არის 20 რუსულენოვანი გიდი, აქედან აი შეიძლება 5-6 მუშაობდეს სისტემატიურად. ან ძალიან შემცირდა დანარჩენებს უკვე ძალიან გაურთულდა და ფაქტობრივად უმუშევრები დარჩნენ. ქარტონ ლელა, ან თქვენ თქვით რომ ისინი აქ უკავშირდებიან რუსულ კომპანიებს. ესეც რო აგვიხსნათ, რაიმე შერჩევის ერთგვარი მეთოდი ხომ არა აქვთ მაგალითად, ვის უკავშირდებიან რომ ჩამოდიან? რუსი გიდები ან რუსული კომპანიები. რაიმე მაგალითად მათ მიმართ კეთილგანწყობის ნიშანიც ხომ არ არის კრიტერიუმი, რის მიხედვითაც შეიძლება ერჩივნოთ თანამშრომლობა. როდესაც დაიწყო ომი და ამხელნაკადი იყო რუსების, ძალიან ბევრი რუსი დადიოდა ქართველი გიდების ტურებზე, უსმენდნენ როგორ ატარებენ რაზმებიან, მე თვითონ დაიწყეს თვითნებურად და უკვე იციან, ანუ გაიცნეს საქართველო. დადიოდნენ როგორც ტურისტი, უბრალოდ გისმენდნენ. ნახეს თქვათ, აი საინტერესო ადგილია, რომელიც უფრო რაღაც პრორუსულია. იქ არუსები არ უყვართ, იქ ტურისტი არ უნდა მიიყვანო და მე თვითონ ჩამოყავთ ისეთ ადგილებში, სადაც პრინციპში სიმპათიით და განსაკუთრებული ნდობით სიყვარულით უდგებიან რუსებს.